სამართალდამცველებმა ერთ-ერთ რაიონში სამალავს მიაყოლეს, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა. საქართველოსა და მოლდოვას პოლიციას შორის სპეციალური პროგრამა ამოქმედება. გასვლითი პროექტის მიზანი მოლდოვისთვის ქართულ პოლიციაში განხორციელებული რეფორმების გაზიარება და ინფორმაციისა და იდეების გათვლაა. საგზაო პოლიციაში გატარებული რეფორმების და კორუფციის დაძლევის მექანიზმების გასაცნობად თბილისის მოლდოვას დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მას უკვე დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციის აკადემია, საპატრულო პოლიცია და მომსახურების სააგენტოები. პროექტი ბრიტანული ორგანიზაციის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისთვის აღმოსავლეთის ალიანსის მიერ ორგანიზებული. საქართველოში ბოლოს 2002 წელს ვიყავი. მას შემდეგ უამრავი ცვლილებაა და მიხარია ამის ნახვა. ვხედავ, როგორ უმჯობესდება არსებული ვითარება, წარმატებით ხორციელდება რეფორმები. ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვის დელეგაციისთვის და საინტერესოა ჩვენთვის, დიდი ბრიტანეთისთვის საქართველოში წარმატებით განხორციელებული პოლიციის რეფორმის გაცნობა. საქართველო ერთ-ერთი ლიდერია საგზაო პოლიციის სფეროში რეფორმების გატარებასა და კორუფციის დაძლევაში. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ. რაც აქ ვნახეთ, დამადასტურებელია იმის, რომ სოციალისტურ ქვეყნებში შესაძლებელია მსგავსი წარმატებული რეფორმების გატარება. თქვენი მიღწევები ჩვენთვის სამაგალითოა და გვსურს იგივე შედეგებს ჩვენმა ქვეყანამაც მიაღწიოს. ყველების გამოცდილება, რაც ჩვენ დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში, როგორც სააგენტოს შექმნის დღიდან, ისე მთლიანად, რაც გვაქვს პოლიციაში, გაუზიაროთ მათ, მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელშია, გავასწროთ ჩვენი ტექნოლოგიები, თუ რა გზით მოვედით აქამდე, სურვილი აქვს, რომ ჩამოვიდნენ, ისწავლონ ეს ყველაფერი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გადავცეთ მათ. ხმაური იყო დღეს ბათუმის ოქროს ბირჟაზე. ფინანსურმა პოლიციამ ბირჟის 10-მდე